დამატებას უსურებ. მეტი რა უნდა ვთქვა. იყო 8 გახდა 9 როგორც ვთქვი და ჩემი აზრით უფრო ლოგიკური მაგალითად ამ არა მე 2016 წელს ხედავ და 2016 წელს მივედი მე პოლიტიკაში რა კოორდინატორად მივედი გირჩი რაღაც ახლისთვის და რაც უყურებ 2016 წელია პლუს თავისუფლების მოედანი. ჩემთვის ეს ახალი არ არის, ჩემთვის იგივე არის. დაახლოებით ისეთი როგორც წინამდებობის ფრონტი იყო და ბევრი სახელები მაუწყდება ხოლმე 6 თვეში ერთხელ რესტარტდება და უფრო მეტად გასაგები იქნებოდა რომ კაფეად ყოფილიყო რომ ჩვენ ერთად გავდივართ არჩევნებზე და ამიტომ გავგვიხილეთ ერთიან პარტიად და ესე კაფეად ყოფილიყო. ესე არ არის, უფრო მეტად ჩანს რომ მოწონთ ერთმანეთი ვიდრე აქამდე. ესე აკეთებენ და ერთ საერთო პასუხისმგებლობას იღებენ პროცესებზე. ან თამასა შედარებით აიწია ვიდრე წინაზე ნარატიულად. ან მისი დაშლა თუ მისი უბრალოდ ისე რომ იშლება ხოლმე რო ვერ გებულობთ ხოლმე ამ შემთხვევაში იწოდენებათ რომ ვიღაცები გაიგებენ იმიტომ რომ რაღაცებად მეტად გაშუქდა. რომ ესენი რაღაცა ერთად არიან და მე პასუხისმგებლობას ალბათ პროცესში ეგ შეცვლის. იმის იქით ცხადია ხა მე ჩემი წარმოდგენები კი იცით იქამდეც და იდეაში ის არის რასაც ვამბობ. ხო, ან თქვენ ფიქრობთ რომ მაგალითად ლელოს გახარიას და ანე დოლიძეს უფრო სწორი სტრატეგია აქვს რომ აი ამ ერთობაში ვერ დაინახეს საკუთარი თავი და არსებულ ვითარებაში ფიქრობთ რომ რაღაცა დამოუკიდებელ მოთამაშედ დარჩენა უფრო მომგებიანია თუ ეს სამი პოლიტიკური პარტია რომ შეერთებოდა საერთოდ სხვა მოცემულობას მივიღებდით? ნუ ჩემი აზრით აფეხარი ესე კაფეოდ არ შეცვლებოდა, ვინც როგორ გააკეთა, რაც როგორ უნდა და სხვებს რასაც მოუწოდებდა, იმისკენ რომ გადადგას ნაბის, ეგ არის უკეთესი. რაღაცა იყოს გარკვეული, ვიდრე გაურკვეველი ჯობია. ხა იმის იქით ვისი რა როგორ მომწონს, ხა არ ვიცი, როგორ გითხრათ ხა გახარიას ნაბიჯი, რა წასულია პოლიტიკიდან და ხა ესე ფიქრობ რომ გახარია წასულია პოლიტიკიდან. მე სხვათაშორის ხშირად უსვამ მის თანაკუნდელებს ამ კითხვას და სულ რაღაცა კამათის რეჟიმში გადავდივართ რომ არა, ვერ ვაღიარებინე ჯერ ვერცეც რომ გახარია. ჩემი აზრით მე ესე მეჩვენება. ბატონო? მე ესე მეჩვენება, არ ვიცი. სხვანაირად დანახვა რთული არის. და იმის იქით, ნუ ზოგადად გასაგებია რა, ხო, როგორც 2016 წლამდე პოლიტიკური კლასი რო აღწერე, მისი რაღაცნაირი გამეორებაც, რაღაც ლოგიკას ექვემდებარება და რაღაცა ტიპის თავისი ამორჩეველი, მას ეყოლბოთ კაფეოდ უნდა იყოს თავი ბოლო არჩევნებზე გადიხარ თუ არა და ბევრი მიკიბოკების ბარეში ამაზე კაფე პასუხი უნდა არსებობდეს. მე გეუბნებოდი ყველა ეთერში რომ თავს დავდებ რომ არსებობს პოლიტიკოსები თუ შანსი მიეცეთ ყველა გავა არჩევნებზე, ეხლა არის მაგაზი, უბრალოდ ბიძინა მიცეს თუ არა ამას შანსი, ეგ არის გასარკვევი, იმიტომ რომ ბოლოს კიდე ისეთი კანონები მიიღოს, რომელშიც კიდე უფრო მეტად უცნაურად ჩანს აქ როგორ შეიძლება არსებობს პოლიტიკური კლასი არჩევნებზე გავიდეს. ხო, ახლა გულისხმობ რაც ამ დღების განმავლობაში მოხდა. ხა იმის იქით მე ერთსაც ინტერპარტიული გაერთიანება და მე პარტია არ მაქვს აქ რა გამომდინარე ხა მე რატო არ ვარ ისედაც არ არის ჩემი სასაუბრო და ნუ იმის იქით ხა მე რომ პარტია მქონდეს თუ ესე ჩემ და მიკითხვა, ნუ ცხადია მაგის ნაწილი არ ვიქნები და მიზეზი იმდენმა ვიცით და რომ გვეღებება კიდევაც ჩემს ამაზე რომ სერიოზულად საუბრობთ, ეგეც კომიკურია ჩემი აზრით. კი ბატონო, ცოტა შენ ფიქრობ რომ რაღაცნაირად ისე აი ამ ნელ-ნელა თანმიმდევრულობას რასაც ეწახიან, ისე მივალთ 28-მდე, როგორც არაფერი და შემდეგ ივანიშვილის და დანიშნულვე არჩევნებში მოუწევთ ამ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც იარსებებს იქამდე, იმიტომ რომ მათი არსებობა არ არსებობის საკითხიც ივანიშვილის ხელში გადავიდა უკვე, ხო, თუ გავიხსენებთ აკრძალვის თემას. ცხადია, ეგრე იქნება საპარლამენტო არჩევნები როცა არ უნდა ჩატარდეს 28-ში თუ 28-მდე მე კიდევ ერთხელ ამბობ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მიიღეს, მაგრამ ვისაც ამის საშუალება იქნება და ამის ან რესურსი ექნება, ან კანონმდებლად მოახერხოს რამენერად აქ გაძრეს, იმის იქით ჩაინიშნება თუ არა არჩევნები, მე არ ვიცი, ხშირად არის ხოლმე ესეთი ჭორები და მე მაინც გონია რომ ამ ჭორების საფუძველი უფრო ის არის, რომ ინვესტორი დაინტერესდება ეხლა რაღაცა რესურსი ჩადოს პოლიტიკურ პროექტში, იმიტომ რომ არჩევნები იქნება. მე მგონია რომ უფრო არ იქნება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი მგონია რომ უარჩევნებებით უფრო მეტად მოკლავს აქეთ ხარეს ოპოზიციურ სპექტს, იმიტომ რომ აქ არ იქნება რესურსი, აქ არ გასდება ინტერესი და ასე შემდგომ და ამით მიაწვება, მაგრამ არ გამორიცხავ არჩევნები იყოს, უბრალოდ თუ არჩევნები იყო, აქ რა ტიპის არჩევნები ჩატარდება, ეგ ვიცით. სულ რომ რაღაცები 2024 წლის მერე მიღებული კანონებიც რომ გაუქმოს ოპოზიციას ნათქვამი რომ თვითონ ის 2025 როგორც ჩატარდა ეგრე არ უნდა ჩატარდეს. მაგის მერე მიდიხარ რომ რა არის ხელი შემშლელი, რა ტიპის არჩევნები არის, ეგ არის აპარატი და აპარატს ვაბრალებთ, რაც შემეძით სული სისულელი არის, იქ აპარატს რამე დააბრუნოთ, რომ აპარატი პირველადი შედეგებიც არის, რომელიც ოფიციალური არ არის, მე ხელით დათვლილი ითვლება, აქ თავარეს ხომ ის სახელმწიფო აპარატი, რომელიც მუშაობს, რომელიც 2018 წლის მეორე ტურში ნახეთ ძალიან კარგად, როგორ ის გაყალბებული არჩევნები, რომელსაც
როდესაც შლიდა ნაციონალური მოძრაობა ინაუგურაციას სალომე ზურაბიშვილის და იქ მიდიოდნენ მანქანებით, რომ ეს ჩაეშალა, თვითონ ხო ზუსტად იციან ის არჩევნები როგორც ყავდებოდა, ეგ მექანიზმი სანამ რჩება და ეგ მექანიზმი ნიშნავს, რომ სულს და ხელისუფლებას აკონტროლებს ბიზნესი ისე როგორც აკონტროლებს, თუ ეგ რჩება და ეგ არ არის მორყეული, მასადამე ზუსტად ისეთ არჩევნებს იღებ, როგორც 2024-ში იყო და თუ იმგვარი არჩევნების შედეგები არის მიუღებელი, მაშინ შემდეგი არჩევნებიც უნდა იყოს მიუღებელი. ამასთან ერთად რაღაც პოზიციები უნდა დაფიქსირდეს, ამისთვის ემზადები თუ არა, მე მეგონია რომ შენ უნდა ასხივებდე რომ როგორც არ უნდა ჩაატაროს არჩევნები და დათქმების და იმის შენ ყველგან შეგიძლია დაფიქსირო იმგვარი ტიპის უპირატესობა რომ გადახიო ქართლოცება და მოუგო, თუ ამის არ გჯერა და ამას არ ასხებ, მეც იმასაც ვხვდები ადამიანს როგორ შეიძლება მოუწოდო არჩევნებზე მოხვიდე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მჯერა თუ არა ეს უპირატესობა დაფიქსირდება დღეს და ხვალ მე არ მჯერა, იმიტომ რომ მეგონია რომ სხვა ტიპის გურცველობაა საჭირო და სხვა ტიპის ხალხია მოსაყვანი კიდე მეტად დამატებით არჩევნებზე ამ არსებული გადანაწილებით შეიძლება რაც შედევი დაიდოს, მაგრამ რაღაცა მე აქ ხა ახალი ხდება, რაღაც ხალხის რა თავი პრობლემა არის ხალხისადმი დობა ამას დააბრუნებს ან შექმნის, იმიტომ რომ შეიძლება არც არადოს არ ყოფილა ეს მკაფიოდ. მე მაგის როგორ უნდა მჯეროდეს ახლა თავს ხო დებილი ხო არ ვარ, თავს ხო არ მოვიტყუებ. ხაი, აი მე თვითონაც ახლა პარტია რომ მქონდეს და ან უნდა შემეკითხოს რატო არ ხარ, თქვა რაღაც გაერთიანებაში. ხო მარტივად შემიძლია გიპასუხო და აი როგორ იყო იმ გაერთიანებაში, რომელშიც მე ბიძინაზე გაყიდულს თვლიან, იმიტომ რომ ზურაბ ჯაფარიძის ერთად 2016 წელს პარტია გავაკეთეთ გირჩი. და აგერ ესე ფასდება სააკაშვილის მიმართ დროს გაყიდული იყო. ან როგორ შეიძლება იყო გაერთიანების ნაწილი, რომელზეც გამოც ასევე კიდე ბიძინაზე გაყიდულად თვლიან, იმიტომ რომ ახალთან ერთად კოალიცია ჰქონდა და გილაუთან ერთად პოლიტიკურ პროცესზე და მას გაყიდვას ეძახიან. ან როგორ შეიძლება თქვა, როცა ერთად დებატებზე, ხელისუფლება და დებატებს ასევე გაყიდვად და რაღაც მათ თამაშს განიხილავენ, როგორც მაგალითად თავისუფლების მოედანმა გააკეთა იმედზე იყო და მაგალითად ეგ მათთვის ესეთი მიუღებელია როგორი კადრი და დღეს ერთად არიან. როგორ შეიძლება ვიყო იმ გაერთიანების ნაწილი, რომლის ერთ-ერთი ლიდერი კეზერას ჯუჯალარებს მეძახდა, იმიტომ რომ თქვა ელენე ხოშტარიასთან ერთად და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად და გიორგი ვაშაძესთან ერთად მაშინ რაღაცა საერთო კოორდინაცია ჰქონდა და აგერ თქვენთან იყო ეგეთი, როცა ამას იბრალებდნენ და თვითონ შეიძლება ეგეთი რაღაცები ესე აპატიონ და გაიღიმონ და შევდიგდით იძახთ, მაგრამ ხალხის თვალში სასაცილო გამოჩნდებოდა, ჩემი აზრით ჩანს და მეც რომ მაგის ნაწილი იყო და უთქვა რომ აქ ხალხი მომეც ერთმანეთს ისე არენდობა, კვირი და კვირადე დღე გამოშვებით მოღალატეებს ეძახით და უცბად არ არის კაცო ეგრე რაღაც სხვა დიადი ბიზნესები არსებობს, რომელსაც ეს დავივიწყეთ და პირადი წყენაზე კი არ არის, ახლა აფირმად პირადი არ არის, მათ ყველაფერი არის ისეთი ტიპის ბრალდება, რომელიც არის წმინდა პოლიტიკური ტიპის ბრალდება და მე მგონია რომ გამოჩნდებოდი აფერისტით და მგონია რომ აფერისტობით ნდობა მოიპოვა. მგონია რაც ნდობა არსებობს იმასაც დაკარგავს, მაგრამ ჯამში კარგი მოხდა თუ არა, კი ძალიან კარგი რამე მოხდა. კაი იქნება თუ კიდე ერთი ნაბიჯი წინ წავიდე და უფრო გარკვეული იქნება ეს პოლიტიკური სპექტრის ეგ ნაწილი აპირებს თუ არა ერთად არჩევნებზე გასვლას, თავებულ ერთად დაიტესტება თუ არა მათი პოლიტიკური წონა, რაც კიდევ უფრო მეტად გარკვეულს ხდის, იმიტომ რომ ჩემი აზრით 2016 წლამდე შექმნილი პოლიტიკური ელიტას მაინც აქვს ის რაღაცა გამაერთიანებელი საერთო ფერის უნიგემო, რის გამოც ერთად უნდა იყვნენ და რაღაცა არ დაიწყეს. ბატონო, ცოტა იცი რა მინდა. ყველაფერი აღმოჩნდა წვალება წლები ავაკუთებ და როგორც აღმოჩნდა და მაინც იგივე ხდება და. კი ბატონო, აი თავადვე ახსენე, ესე ვთქვათ, რაღაცა ივანიშვილის ხელი არსებობა, ესე ვთქვათ, იმ პარტიებში თუ კოალიციებში, სადაც იყავი, ხო, თავის დროზე. გულწრფელობის პრობლემა არასდროს არ გაქვს, მაგრამ აი მაინც რაღაცა უხერხულობაში არჩამით, თავად თუ ქონია, ისე მაინტერესებს ამ მიმართულებით კითხვები, იგივე აი თუნდაც მაგალითად ბოლო რაც იყო კოალიცია ახალის შემოსავალთან დაკავშირებით, ხო, რომელიც დაიხარჯა წინა საარჩევნოდ, რომელიც ასევე არაოფიციალურად კულუარებში რაღაც კონკრეტული თანხები რაც სახელდება, ხო, იგივე 40 მილიონი თუ ასე. ამ მიმართულებით კითხვები კონკრეტულად ქონია. ხო, ცხადია ხა ის განცდა სულ გექნება, რომ ბიზნესმენის რო კაფეოდ არ უნდადეს გადაწყვეტილად არ კონდეს და შენ დაჭერა უნდადეს, არც ერთ ფინანს და თეთრ სიქამდე არ მოუშვებს და რაღაც მომენტებში შეიძლება მისი რაღაც ხედვა ემთხოვდეს იმას, რომ რასაც რაღაცა აკეთებდე და არ თვლიდებს ახლა ამას ხელი შეუშალოთ, რაღაც მომენტში შეიძლება დაგიჭიროს რაღაც მაგის გამო, რაღაც მომენტში დაგაჯარიმოს და ასე შემდეგ. დროის რა მონაკვეთში ხელისუფლება როგორ უყურებს შენთან რესურსების მოსვლა არ მოსვლას, ეს მისი პრეროგატივა. მე პირდაპირ შეხება არასდროს სხვა მაგ რესურსებთან ესე მე არ მქონია და რაღაცა დეტალები მართალი ფიქრა არ ვიცი, მაგრამ ეს არანაირი ტიპის პასუხისმგებლობას მე არ მარიდებს, როცა კი რამე პროექტში ხარ, ყოველთვის ხარ იმ პროექტზე პასუხისმგებელი, უბრალოდ ჩემი მხრივ როცა
ეგეთი ტიპის რამის გამო სხვას დაუწყებ დაბრალებას, რომ შენ ბიზნესზე გაყიდულო და გამოყიდულო, მაშინ ყველამ უნდა იკადროს და თავის ახსნას და თავზე ისაუბროთ. ეს არის იგივე ტიპის ბრალდებები, რომელიც კვირიდან კვირამდე ერთმანეთს ესროლო და მე აღარ გაინტერესდეს, ეგ არ შეიძლება და ეგეთი ტიპი მე არავის არ მიკადრია, პირიქით თვითონ კადრულობს ის ხალხი ერთმანეთზე და მაგიტომაც მოუწიათ ხელის მოწერა იმაზე, რომ ერთმანეთს თავს არ დავესხმებითო, თორე ხელმოწერა რომ მაგაზე გჭირდება, უკვე რა დღეში არის სიტუაცია უკვე გასაგები. აი ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში რაღაცა დაშვების დონეზე უშვებ, რომ შესაძლოა თან რაღაც ტიპის თანხა მოდიოდეს და თან ციხეში გიშვებდეს. აი ძალიან ზოგადად დავსვი ხა კითხვა რომ ზუსტად მივხვდი რას გულისხმობ. შეიძლება მაგ თანხის გამოც გიშვებდეს. არ ვიცი, აი კაფეთ იმის თქმა რა როგორ იქნება არ შეიძლება. უბრალოდ არ მინდა გადავარდე, როგორც ბრალდებებიც არის, თუმცა თავისუფლების მოედანმა რო ყრილობა გააკეთა და იქ რო შეხედე და რაღაც ორი თეთრი ხო არ ჩანს, ამის გამო ბიძინა მის ორი თეთრი რატომ მოუშვა შე გაყიდული ხო არ ხარ? ეგრეთ ჟანრში გადაყვანა საუბრის მე არ მომწონს. არ გონია მად ვიღაცა ეგეთი პირნათელი, რომელსაც მაგისმის უფლება აქვს. ან მე ერთმანეთზე თუ ლაპარაკობენ, ხვალდაზე ერთად როგორ არიან, მე მაგას ვერ ხვდები. ამიტომ ეგეთ რაღაცებზე მე არაფრის ხელმოწერა არ მჭირდება, რომ ეგეთ რაღაცებზე ბრალდებების სროლა არ დავიწყო და ვიღაცების გინება, იმიტომ რომ ყველა თვითონ ნათქვამს პოლიტიკოსის რაღაც პასუხისმგებლობას უნდა დაყვებოდეს და სანამ სიტყვას ფასი არ დაუმბრუნდება, პოლიტიკაში სიტყვა არის თავარი ვალუტა. სხვა ვალუტა არ არსებობს, როდესაც შენ საუბრობ, ერთს რო იტყვი და ხვალ მეორეს და ზეგ მესამეს, შენ ევალუირდები, გაუფასურდება შენი სიტყვა და არავინ აფს აღარ დაგიჯერებს და მე მაგიტოა ხოლმე რომ ძალიან კარგი სიმართლებით რო ილაპარაკო, კარგი რაღაცებით, უკვე შენგან აღარ ისმინება, მორჩდა გათავდა, იმიტომ რომ ყველას აქვს შენ რაღაც სხვა мотиваცია გაქვს ძმაოსინახო და შეხარო ამას ჭიკჭიკებ და საუბრო და ეს დობა არის დარღვეული, ამ დობის აღდგენას უნდა რაღაცა განსხვავებული რაღაც ახალი, ამისთვის საჭმარის ხალხი თუ გამოჩნდება იქნება კარგი, არსებული პროცესიდანაც ჩემი აზრით გამოდნებიან კიდე რომელიც ადამიანებს მიხვდებიან რომ თავისთავად ამ იგივეთი არაფერი არ იცვლება და მეტი გურცელობით მოგვიწყებს საუბარი. გურცელად საუბარი არის ახლა ის, რომ ეხა თუ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები დანიშნავს ის თავის პირობებით, ან თუ საუბრობთ რაღაც მაშინ პოლიტპატიმრობის გამოშვებადაც კაფეთ უნდა ეთქვას, რომ მათ შორის მაგალითად მიხეილ სააკაშვილი რო არ იყოს თავისუფალი. ეგეთი არჩევნები ნიშნავს თუ არა პოლიტპატიმრები არიან თავისუფლები და გასასვლელია თუ არა. ეგეთი ტიპის დილემები, რაზეც დებატებს რო საუბრობთ, ხოლმე მაგაზეც უნდა მიმდინარეობდეს დებატები და რა შემთხვევაში ვის რა პოლიტიკას აწარმოებს, მაგრამ ჯერჯერობით რა პირი უჩანს, ბიძინა პირიქით აქეთ უფრო მეტად აწובה და აწובה. უკან გადადგას იმ კუთხით ნაბიჯი რო აქ არჩევნები ჩატარდება უფრო დემოკრატიული იყოს, ეს არ ეთყობა. ამის მერე შენ გაქვს თუ არა ამბიცია, რომ მიხვათავისა მათ გახვიდ კიდე გადახიო და მაგაზე იმუშავო, თუ არა, საერთოდ არა, მაშინ რევოლუციას აპირებ და რევოლუციაზე იმუშავო. რევოლუციაზე საუბარს არავის არ იმიტომ რომ არ დაგიჭიროთ ამ სიტყვას სიტყვი, ის ხალხი რომელიც დაჭერილები არიან, გმირები არიან თუ მოღალატეები, არავის არ გაუკვევია და რაღაცა დესი არის ეს ამბავი მიტოვებული. მათ შორის სანამ ეგეც არ გაირჩევა ნაციონალური მოძრაობის ის ლიდერები, რომელიც 4-ში იყვნენ, 4-ში დაამთავრეს და დღევანდელი დოკუმენტი, რომელიც ნაწილის ნაციონალური მოძრაობა არის, მაგას გმობს, რაც მაშინ მოხდა, ეგ რაღაცა როგორ არის? ის ხალხი გმირობად მიგვაჩნია მოღალატეებად, სუსტად შეკრულებად თუ მებრძოლებად. ეგეთ რაღაცები ხარჯი დატება და გაურკვევლობა კიდევ უფრო მეტად ქმნის ფონს, რომ ყველა ბალამუტოს, ყველას უნდა რამენაერად არჩევნებამდე მიდიან, იქ შეძრეს და ესე გაგრძელდეს პოლიტიკა. კი ბატონო.